მე ვარ ელენე მიქელაძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. 5 თვე რაც ცეკვავ ანსამბლ ფერხისაში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ფეხის ცერებზე დადგომა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ხელების მოძრაობა. მყავს ორი ქორეოგრაფი, ნინო მასწავლებელი და დათო მასწავლებელი. უფრო მხიარულია ნინო მასწავლებელი. დათო მასწავლებელი უფრო სერიოზულია და მკაცრი. ისე ორივე კარგი მასწავლებელია და ყველა ბავშვს გვიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია და ერთი სული მაქვს ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ამერიკაში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი და წითელი კაბა. შეიძლება კაბას ჰქონდეს ქართული ორნამენტები. ჩემი გეგმაა კიდევ ვიცეკვო 5 წელი. მე ალბათ გამოვალ ფერხისადან, მაგრამ სულ მეყვარება ცეკვა. სხვათა შორის ზოგჯერ ცეკვავ მარტო და ვიგონებ ახალ ილეთებს. ცეკვა რომ არ არსებობდეს, ჩემ ნეჭს გამოვიყენებდი ბალეტში. ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლი. ხატვა დავიწყე 6 წლის ასაკში და მას მერე სულ ხატავ. სწორედ დახატვაში ხშირად მეხმარება ჩემი კლასელი ლინდა ტარიელაძე. მე ვიცი სახლის დახატვა, გოგონას დახატვა და მთების დახატვა. ყველაზე რთულია ცხენის დახატვა. ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს ვარდისფერი. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და მაქვს სახში 20 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენას ვისურვებდი ღია ცის ქვეშ ბულვარში. სიამოვნებით დავპატიჟებდი ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. საპატიო სტუმრად მოვიწვევდი ჩემ დამრიგებელ ნინო გაბაიძეს. სიამოვნებით გავყიდდი ჩემს ნახატებს. თითო ნახატი ეღიარებოდა 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ავაშენებდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 2 სართულიანი და იქნებოდა დიდი ეზო და აუზი. ეზოში მეყოლებოდა ბოლო მოდელის ლურჯი მერსედესი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ვერთობი მეგობრებთან ერთად და კარგი გარემოა. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლანა წილოსანი. ყველაზე ჭკვიანია ემილი ბოლქვაძე. ყველაზე თელქია სანდრო ტარიელაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნოცა დავლაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა კიდევ ვიცოდე კორეული ენა. საყვარელი მასწავლებელია ნინო გაბაიძე, რადგან არის მეგობრული, თბილი და ლამაზი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია საბა. ის არის ჭკვიანი, მხიარული, ზარმაცი და ნერვების მომშლე. ნერვებს მიშლის, როცა ჭკუას მარიგებს და მეუფროსება. ჩემი აზრით საბა რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და სურვილების შემსრულებელი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ ზრუნავს მასზე, საჩუქრებს ჩუქნის და კარგ სიტყვას ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ავატარი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ელენე რომ არ მექვას, რა მერქმეოდა? მე ელენე დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელენე რომ არ მერქვას, მერქმეოდა ნინი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ძედაჩემთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა შავი ფუმფულა ლეკვი. ბედნიერება არის ხატვა, მეგობრებთან გართობა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.